მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად და გიბრუნდით ახალი და სამოტივაციო ბლოგით მე და პატარა გაბრიელი. როგორც ხედავთ, თან დამძდევს, მე ვალაგებ, ახლა არის დილის 9 საათი, დღეს გოჩას პირველი გაკვეთილი გაუცდა და არ ვიცი რატომ მეგონა რომ ბევრი დრო ჰქონდა გამომიწყო აქ თავისი ავლადიდება ლეგოების და დაიწყო ლეგოების აწყობა ვითომ და 40 წუთი ძალიან ბევრი ყოფილიყოს. მოკლედ ბოლოს რო უკვე დავიწყე ყვირილი რომ ჩქარა და დროზე და ავტობუსი მოვიდა და გაემზადე და ასე შემდეგ, ყველაფერი ასე დამიტოვა და ისე გაიქცა. ახლა მომიწია ამ ყველაფრის აღება, თან მეუბნებოდა რომ სადაც ერთი გაკვეთილი მაქვსო და რომ მოვალ გავაგრძელებო და დატოვეო. სად დავტოვებდი, ავიღე ყველაფერი და ვიწყებ მისაღები ოთახის დალაგებას. წლის ბოლოა, ახლა ბავშვების სკოლაში არის გამოცდები, ოღონდ უფროსი ბავშვების გამოცდებია. უნივერსიტეტში რომ აბარებენ იმ ბავშვების, ამის გამო გაკვეთილები უცდებათ და დღეს გოჩას მხოლოდ ერთი გაკვეთილი აქვს და ერთი გაკვეთილის გამო ამხელა გზაზე მოუწია წასვლა. დღეს გასასვლელი არ ვარ და გეგმილიც არ მაქვს არაფერი გასვლასთან დაკავშირებით და უბედნიერესი ადამიანი ვარ. მთელი კვირაზე მეტი გადარბენაზე ვიყავი, ხან რა იყო გასაკეთებელი, ხან სად ვიყავი წასასვლელი და დღეს რომ სახლში ვარ ძალიან მიხარია. მთლად სახლშიც არ ვიქნები, საღამოს მაინც გავიყვან პატარას გარეთ, მაგრამ მაინც დაგეგმილი რომ არ მაქვს და რომ ვიცი რომ არსად მაგვიანდება, არ ვიცი ძალიან მიხარია. სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ რაც გერმანიაში ჩამოვედი, ჩემი ყოველდღიურობა ზუსტად ასეთია, ხან სად ვარ წასასვლელი, ხან სად და ყოველი წუთი და ყოველი წამი მაქვს გათვლილი და რომ გავიგე ჩემი ორსულობის შესახებ და დეკრეტში რომ გავედი, ყველაზე მეტად ის მიხარჯვდა, რომ მეთქი დავისვენებ, აი ჩემი ცხოვრება ცოტა მაინც დაწყნარდება, დალაგდება, მაგრამ ვერ დავისვენე, ვერც მაშინ თუ სახლში ვიყავი, თავს ცუდად ვგრძნობდი, თუ არა და მაშინაც ასე ხან სად, ხან რა იყო გასაკეთებელი, ხან რა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე რომ ვიმშობიარე, მეთქი ახლა მაინც ბავშვთან ერთად სახლში ვიქნები, წყნარად, მშვიდად, არც მაშინ არ გამომივიდა და დღემდე ველოდები იმ დროს, როდის რასაც ქვია სულიერად ფიზიკურად დავისვენო. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ცხოვრება მაქვს, მე თვითონაც აქტიური ვარ და ძალიან მიყვარს ასეთი აქტიური ცხოვრება, ასევე მიყვარს სიმშვიდე, სიწყნარე, ოჯახური გარემო, აი ძალიან ოჯახური, როგორც იტყვიან, რაღაც ჰარმონია და ასევე მალევე მბეზრდება. ისიც მბეზრდება, რომ სიმშვიდეში ვარ და ისიც მბეზრდება, რომ ძალიან აქტიური ვარ. მოკლედ, ჯერ არ ვიცი რა მინდა ცხოვრებისგან, ჩემი 33 წლის მანძილზე ჯერ ვერ მივხვდი რისკენ უფრო მივისწრაფი. როგორც ხედავთ, ჩართული გვაქვს გაბრიელის მუსიკები. გაბრიელს ძალიან უყვარს მუსიკები, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორს არ უყურებს, მე დამდევს, მაგრამ მისი მუსიკები სულ ჩართულია. ბოლოს კადრს მიღმა გავაკეთე ეს დეკორაცია, სხვათა შორის ძალიან დიდხანს მოვუნდი, ვფიქრობდი რა გამეკეთებინა და რაღაც გამოვიდა, რაღაც ლურჯი ყვითელში ავიღე დღეს და ასევე მაგიდაზეც გავაკეთე ლურჯი ყვითელში. ახალი დეკორაცია გადავწყვიტე, რადგან როგორც ხედავთ, ავეჯია გადაადგილებული, როგორც უკვე გითხარით,
გუშინ გავიტანეთ ჩვენი ძველი ავეჯი, რადგან გამოძახებული გვქონდა გერმანიაში წინასწარ უნდა გამოიძახო ნაგავი, შემდეგ დანიშნულ დროს, დანიშნულ ადგილზე უნდა გაიტანო ეს შენი ძველი ავეჯი, შემდეგ მოვლენ და წაიღებენ. თუ არ გაიტანე, ან დაგაგვიანდა, ან ძალიან ადრე გაიტანე, მოკლედ გეკუთვნის ჯარიმა. თუ მაგალითად გვიან გაიტანე და ისინი უკვე იყვნენ მოსულები, ნახეს რომ არ იყო და წავიდნენ, გეკუთვნის ჯარიმა იმაში, რომ დრო დახარჯეს და ტყუილად მოვიდნენ. თუ გვიან გაიტანე და ამ დროს არ მოვიდნენ და არ წაიღეს ეს შენი ავეჯი დარჩება რამოდენიმე ხანი და ამის გამოც გეკუთვნის ჯარიმა, მოკლედ ცოტა ძნელია და უნდა იცოდე როდის და რა. როგორც ხედავთ, გადავიტანე ეს დიდი კარადა იქეთ მხარეს და უფრო მყუდრო გახდა. გოჩაც მოვიდა სკოლიდან, პატარა უჭირავს სანამ მე ვალაგებ და ასევე როგორც ნახეთ, აივნიდან გავიტანე სკამი და მაგიდა. სიმართლე გითხრათ, მიყვარს, როცა აივანზე არის მაგიდა და სკამი, მაგრამ ჩემი აივანი ჯერ ერთი ძალიან პატარა, მეორეც უკვე 2 წელია ეს მაგიდა და სკამი უფუნქციოდ დევს, ადგილს იკავებს და გადავწყვიტე რომ გადამეგდო. რაც შეეხება თევზებს, თუ გახსოვთ, მისაღებში მედგა აკვარიუმი და შიგ იყო თევზები. უკვე 2 წელიწადნახევარი თუ მეტი არა, ეს თევზები გვყავდა და ეს თევზებიც ჩემს კესარზე იყო გასარეცხი, გასასუფთავებელი, საჭმელი თუ რაც იყო, ყველაფერი ჩემზე იყო. მოკლედ მართლა ის სერიოზულად მობეზრებული მყავდა ეს თევზებიც და რამოდენიმე დღის უკან ნიცას მეგობარი ეთამაშებოდა ამ აკვარიუმს და მეუბნებოდა რომ ძალიან მომწონს თქვენი თევზები. მეთქი უშვილო, ეხლავე გაგიმზადებ და წაიღე სულშენი იყოს. მართლა სერიოზულად ვაპირებდი გაჩუქებას და ველოდებოდი როდის მოკვდებოდნენ ეს თევზები. არაფრით არ მოკვდა, მოკლედ იყვნენ, ცოცხლობდნენ და მერე თუ საჭმლის ყიდვა მავიწყდებოდა, იმაზეც კი ვნერვიულებდი, მოკლედ გავთავისუფლდი, რასაც ქვია და ვიცი რომ კარგ ხელშია, იმ ბავშვებსაც ძალიან უხარიათ, იმ გოგოსაც და-ძმა ჰყავს და ის პატარებიც ერთობიან და უხარიათ, მოკლედ მიხარია რომ კარგ ხელშია. რაც შეეხება ახლა ჩემს ვიდეოს, ბავშვი დავაძინე უკვე და გადავედი სადილის მომზადებაზე. პირველ რიგში სადილს ჩავდებ ღუმელში და შემდეგ დავიწყებ უკვე დალაგებას სამზარეულოსი. მქონდა გუშინდელი მაკარონი, გუშინ დილით, სანამ სახლიდან გავიდოდი, მომხარშე მაკარონი და არავინ არ მიირთო, ამიტომ გადავწყვიტე რომ რაღაც დაბრაწულას მაგვარი გამეკეთებინა. დავუმატე გაყინული ბოსტნეული და ზემოდან მოვასხი კვერცხი არეული არაჟანთან ერთად. ასევე დავუმატე წყალიც, ზემოდან მოვასხი ეს კვერცხი, მოვაყარე ყველი და ჩავდე ღუმელში. სხვათა შორის ძალიან გემრიელი გამოვიდა და ასევე ბავშვებსაც ძალიან მოეწონათ. გაბრიელის სადილი დილიდანვე გავაკეთე, დილის 7 საათზე. რახან გოჩაც სახლში იყო და ცოტა გვიან წავიდა სკოლაში, დრო ვიხელთე და პატარას სადილიც გავაკეთე, რომ შემდეგ არ მერბინა და არ მეფიქრა ამ სადილზე. ახლა მივალაგებ სამზარეულოს და შემდეგ გადავალ სხვა ოთახებზე. ყველგან გაბრიელის სკამები და ყველგან გაბრიელის სათამაშოები ყრია, რადგან სადაც მივდივარ, თან მიმყავს ხოლმე და ყოველთვის ჩემთან არის, ამიტომ როგორც ხედავთ, ყველა ოთახში გვაქვს ყველაფერი მისი მორგებული, სკამები, სათამაშოები, დიდი რაღაცეები და ასე შემდეგ. ამ დროს მინდოდა მუსიკის დართვა.
ნახვა ჩემს ვიდეოზე, მაგრამ გადავიფიქრე და ცოტას კიდევ გეჭირავებით. წლის ბოლოა, არ ვიცი საქართველოში დაიწყო თუ არა საზაფხულო არდადეგები, ჩვენთან ერთ თვეში დაიწყება საზაფხულო არდადეგები და გაგრძელდება 5 კვირა. ძალიან ცოტაა, მაგრამ არ არის ცოტა, მართლა არ არის ცოტა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედაც მუშაობს და მამაც მუშაობს, არ იცი ამ ბავშვებს რა უყოთ, ან თუ პატარა ბავშვები გყავს, მაგალითად მეოთხე კლასამდე, მათი სახლში მარტო დატოვება არ შეიძლება და ძალიან ძნელია, ამიტომ მივხვდი, რომ არ არის ცოტა, 5 კვირა საერთოდ არ არის ცოტა და შემდეგ აგვისტოში წავლენ ისევ სკოლაში. თუ არ ვცდები 12 აგვისტოს იწყება ჩვენთან სკოლა და ბაღი იწყება 1 სექტემბერს. გაბრიელიც მიიღეს ბაღში და რამოდენიმე დღის უკან ვიყავით გასაუბრებაზე. საბუთები გვქონდა გაგზავნილი 5 თუ 6 ბაღში, თუ მეტი არა და როგორც იქნა მოგვივიდა თანხმობა ერთ-ერთი ბაღიდან, რაზეც ძალიან ბედნიერი ვარ. ვიყავით უკვე როგორც უკვე გითხარით და ვნახეთ თვითონ ბაღის შენობა, თვითონ ჯგუფიც უსაყვარლესია, მართლა ძალიან საყვარელი ჯგუფი აქვთ, თვითონ ოთახში არის აშენებული უზარმაზარი გემი, სადაც პატარებს შეუძლიათ, რომ აცოცდნენ და ითამაშონ. ამის გარდა ასევე არის დაცული უსაფრთხოების ზომები, ასევე აქვთ საძინებელი და მართლა არ ვიცოდი თუ აქ საძინებელიც იყო და ბავშვები იძინებდნენ კიდეც, რადგან გოჩა რომ მივიყვანე ბაღში იყო 3 წლის და საძინებელი არ ჰქონდათ. როგორც ჩანს, სულ პაწუწუნებს აქვთ საძინებელი. ასევე ვნახეთ საპირფარეშო უპაწუწუნესი, არ ვიცი, ცხოვრებაში არ მინახია მე ასეთი პატარა ნიჟარები და ასეთი ციცქნა უნიტაზები. კი მქონდა ნანახი პატარები, მაგრამ ამ დონეზე პატარები მართლა არა, თოჯინებისას რო გავს. მოკლედ, გარეთ წვიმდა იმ დღით გასაუბრებაზე რომ ვიყავით და ასე მოგვიწია, რომ სამზარეულოდან გადავსულიყავით შემდეგ თვითონ ჯგუფში და სიმართლე გითხრათ, usუფთავესი იყო სამზარეულო, აი მომერიდა რომ ფეხი დამედგა და შევსულიყავი, ისეთი სუფთა იყო, თან უკვე გვიანი იყო, 5 საათზე გვქონდა გასაუბრება ინდივიდუალური და ჩვენც მეტი არავინ იყო, ამიტომ დაკეტილი იყო იქაურობა და სისუფთავე, რაც მთავარია სისუფთავე. ჯგუფში არის 12 ბავშვი და ჰყავთ 3 აღმზრდელი, ვფიქრობ, რომ იდეალურია და მგონია, რომ თავს გაართმევენ, ასევე ვუთხარი უკვე, რომ მხოლოდ მაშინ მოვიყვან, როცა სამსახურში ვიქნები და არ არისო პრობლემა. მთავარია ფული გადაიხადო მთელი თვის და თუ გინდა საერთოდ არ მოიყვანეო. და რაც ყველაზე მთავარია, ბავშვს არ დაიტოვებენ მანამ, სანამ თვითონ ბავშვი არ შევა ჯგუფში და არ იქნება ბედნიერი, რადგან ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის უპირველესი, სანამ თვითონ არ შევა ჯგუფში და არ დარჩება, მშობელს არ აქვს უფლება, რომ დატოვოს. მაგალითად, პირველი რამოდენიმე კვირა მშობელმა უნდა იაროს ბავშვთან ერთად ბაღში და სულ უნდა იყოს გვერდით. ბოლოს, როცა ბავშვი უკვე თვითონ მარტო იქნება და თვითონ მოითხოვს, რომ მშობელი წავიდეს, მხოლოდ მაშინ ტოვებს მშობელი მთელი დღით. ასე მითხრეს, რომ ნახევარი წელიც რომ მოუნდეს, ნახევარი წელის მანძილზე მშობელი ვალდებულია, რომ იაროს ბავშვთან ერთად, მანამ სანამ ბავშვი თვითონ არ გაუშვებს და ამ დროს გამახსენდა
საქართველოში ბავშვები რო შეჰყავთ, ის ბავშვი რო ყვირის, რო შეჰყავთ და აი რო ათრევენ, რასაც ქვია. მოკლედ მე კვირაში 3 დღე ვმუშაობ მხოლოდ და იმედი მაქვს, რომ როგორ მეგავარდნებთ თავსთან, სექტემბერში შედის ბაღში, ოქტომბრის ბოლოს მე გავდივარ სამსახურში და დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც გვეშველება და ბაღს მაინც მიიღებს. გოჩას ძალიან უყვარდა ბაღი, იმ დონეზე, რომ თუ ცუდად იქცეოდა საღამოს, ვეუბნებოდი, რომ ხვალ იცოდე არ წახვალ ბაღში, თუ არ მოისვენებ და ძალიან კარგად იქცეოდა, ოღონდად ბაღში წასულიყო. მოკლედ, ისევე როგორც სადილს ვამზადებ ყოველდღიურად ახალს, ასევე ნამცხვარსაც ვამზადებ თითქმის ყოველდღიურად. სახლში გვქონდა გუშინდელი შოკოლადის ნამცხვარი დარჩენილი და დღეს გადავწყვიტე, რომ მომემზადებინა ვანილის რაღაც ტორტის მაგვარი. გამოვაცხე ბისკვიტი. ბისკვიტი არის უმარტივესი და ძალიან კარგი ბისკვიტია როგორც მსგავსი ტორტებისთვის, ასევე რულეტისთვისაც, რადგან როგორც ხედავთ, არ იშლება, არ იმტვრევა და არის ელასტიური. დავდებ რეცეპტს ამ ბისკვიტის, ხოლო კრემი, მასკარპონე გავურიე, უпростоროდ მასკარპონე ავთქვიფე შაქრის პუდრასთან ერთად და ბოლოს ზემოდან მოვაყარე ქოქოსის ფანტელი. ძალიან გემრიელი გამოვიდა, სულ 2 საათი იყო მაცივარში და ურბილესი და უნაძესი ნამცხვარი გამოვიდა. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.